ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება პრორუსები არ არიან და პრორუსობას Deep State-ი აბრალებს. კობახიძე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის ტულსი გაბარდის განცხადებას იშველიებს, რომლის თანახმად ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. კობახიძე ამ განცხადებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის აპრობირებული ხელწერაა. ის მაგალითად ასახელებს ფრანგ ოპოზიციონერ მარინ ლებენს, რუმინელ პოლიტიკოს კალინ ჯორჯესკუს და უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს. მათ კობახიძის აღქმით პრორუსულობის იარლიყი საზოგადოებაში ნდობის შემცირების მიზნით მტკიცებულებების გარეშე მიაწებეს. ოცნების პრემიერის თქმით, ეგრეთ წოდებული Deep State-ი მსგავს კამპანიას ქართული ოცნების წინააღმდეგაც აწარმოებს. ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში Deep State-ს ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზანი აქვს. ჩვენ არ მოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით LGBT პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტის ოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხაზს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები. თავარია პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილიც, რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს. კობახიძის მორი განცხადებას ეგრეთ წოდებული Deep State-ის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ოცნება ახლა მთავარი თემიდან ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდი ამერიკაში დამკვიდრებული ტერმინის Deep State-ის საქართველოში გადმოტანით პროპაგანდისტული მიზნების მიღწევას ცდილობს. ქართული ოცნება ეწევა მარტივ манипуляციას. არსებობს კონკრეტული ტერმინი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ტერმინი მათ აქვს გადმოღებული და ყველა ბრუნვაში აბრუნებენ, რომ იქნება რაღაცნაირად ქოთანს აქედა თუ იქითა მხრიდან მოაბან ეს სახელური და არავით არ კავშირში არის ხელწერა არ ვიცი ხა თუკი მთელი დედამიწა ქართულ ოცნებას აფასებს როგორც ქართველი ხალხის მიმართ მოღალატეობრივი ნაბიჯების გადამდგმელ პარტიად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას მოსწონს და მხოლოდ და მხოლოდ ლავროვის და ზახაროვას შექებას იმსახურებს, არ ვიცი, ეს საზოგადოებისთვის მიმინდია შეფასება. ოცნების მხრიდან ეს არის მრავალჯერ ნაცადი ხერხი წინა საარჩევნოდ, როდესაც მათ ყველაზე მეტად უჭირთ და ახლა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება იმ წვავე შეფასებებიდან გამომდინარე, რასაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკეთებენ ამ დღეებში და ვხედავთ, რომ ძალიან მივუახლოვდით იმას, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ახლაც შემოაქვთ დღის წესრიგში ეს Deep State-ის თემა, ომის თემა, მშვიდობის საკითხები, აი ამ ყველაფერს იყენებს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამიტომაც ასევე ძალიან კარგად იციან, რომ პრორუსული ხელისუფლება ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის ინტერესის ობიექტი და რა თქმა უნდა ქართველი ხალხის მუდმივი ინტერესი იქნება ევროპულ ოჯახში ყოფნა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ამერიკის შეერთებული შტატები იმიტომაც არის მოწინავე ქვეყანა და იმიტომაც არის დემოკრატიული ქვეყანა, რომ არსებობს თავისუფალი ინსტიტუციები. კობახიძის დღევანდელ პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი. საინტერესო სიახლე ოცნების მაღალჩინოსნები უარყოფენ რუსობას, საიდან მოიტანეთო. არც კანონები, არც კავშირები, არც იგივე პროპაგანდისტული თემები, არც პუტინის, ლავროვის, პესკოვის და სიმონიანის ოცნების პოლიტიკის შექება, არც რუსული რეპრესიული მეთოდები, არც რუსეთზე რეორიენტირებული ბაზარი. ყველაფერი მოგვეჩვენა, თურმე ყოფილან უაღრესად და ფარულად პროდასავლურები, წერს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.